მინდა ერთი პატარა სამებაღეო ხრიკი დაგიზიაროთ ხერხი ჰორტენზიებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში სჭირდებათ ეს ამბავი მგონია, იმიტომ რომ ქოთნებში, ეზოებში არ გამოდის კომპაქტური, არ გამოდის ასეთი დამრგვალებული ლამაზი ბუჩქები. აი ნახეთ ჩემები მაგალითად ჩარშანდელი ქოთნებში აი ასეთი აღლინციალებული, აი რაღაცნაირად არ გამოდის აი რა წვეროებზე ყვავის, სადღაც არ არის ლამაზი. საერთოდ ჰორტენზიის გასვლა ძალიან სხვანაირად უნდა. აი ნახეთ, ესე ახლა შარშანდელი ღეროებია და ამაზე ყვავის, საცოდავად. არ ყვავის მაინდა-მაინც კარგად. აი ამ ღეროებზე აყვავდება მომავალ წელს. აი ზუსტად ამაზე. ესენი ყვავილს აღარ გაიკეთებს. ამას თუ აქ გადაჭრით, ეს აყვავდება. ეხლა მოდით ერთი ისეთ ხერხს გაჩვენებთ, რასაც ჩემით მივაგენი, არ არის არსაიდან ნასწავლი ხერხი. დაუნანებლად გადავჭრი ეხლა ამ ბუჩქს. აი ნახეთ, ასე მთლიანად გადავჭრი. არ შვება ვედროში უჭირს, სუსტია, ხელია, აი ამას ყველას ამოვჭრი. დაუნანებლად. სწორედ ამ დროს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როდის. ახლა როცა თლათ არაა ყვავილები გაშლილი ბოლომდე. აი ასე ამოვჭრი ამ ბუჩქს და დავაგნინებ. მაგრამ მე ასწავლი მე იწყება. ეხლა ეს ბუჩქი წელს აღარაფერს აღარ იზავს, ამას გადავრგავ რა თქმა უნდა. და შევეცდები რომ გავაახლო და რაღაცას დავამსგავსო მომავალი წლისთვის არ იქნება ცუდი. მაგრამ წელს აღარ იყვავილებს ეს დედაძირი. აი ფესვებით ამოყრილი აქ არ არის კარგად რა თქმა უნდა, ამას ეთყობა. ამას გადავრგავ მერე ქოთანში. ეხლა ავიღებ თიხის ქოთანს. რა თქმა უნდა ჩვენს კარგად შეზავებულ მიწას ამაში 7 კომპონენტი შედის და ეს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა და მომხმარებელმა ყველა მიცის და თიხის ქოთანს შევავსებ ამ მიწით. აქ არის პერლიტი, ამ მიწაში არის გადამწვარი ნაკელი, არის დინარის ქვიშა, ემზა, თითელპემზა. მე შემოსაყრელი ამ კაპჩით, ამიტომ ეხლა ჩავყრი მაგას პირდაპირ. არ გავავსებ ქოთანს. საგანგებოდ ქოთანს არ გავავსებ მიწით. აი ასე დავთქვა. დავჯდები და აი ამ მოჭრილი ღეროებისგან ფაქტიურად ავაწყობ თაიგულს. რა თქმა უნდა, ირიბად გადავჭრი, ღეროებს გავასუფთავებ, ზემოთ არაფერს არ მოვაკლებ, რომ ლამაზი თაიგული გავაკეთო. აი ეს. თავისი მწვანე ღეროებით. რა უნდა გაფუჭებულ და ზიანებულ ფოთლებს მოვაცლი და თაიგულივით ავაწყობ. აი ისე როგორც თაიგულში მოგეწონებოდა. აი ეს. არავის არ უსწავლებია ჩემთვის, რაღაცა ჩემით გამოვიცანი, რომ შეიძლება ასე დაფესვიანდეს ჰორტენზია და მიიღო ძალიან ლამაზი პატარა ბუჩქი. რა თქმა უნდა, მაღლებს შუაში, აი ასე. დაბლებს უფრო ნაპირებზე. ეს უნდა გამოგიტყდეთ, საიდან დავადგინე. გერმანიაში ვიყიდე ერთხელ 3 სხვადასხვა ჯიშის ჰორტენზია, ძალიან ლამაზები. და ისე კომპაქტურად იყო, აი ეს რამდენიმე იყო ერთ ქოთანში დაფესვიანებული. და მივხვდი რომ გაზრდა იმის ისე შეუძლებელი იყო, ესე იგი 100 აფესვიანებენ. ძალიან კარგად ფესვიანდება, აი ამ გასაყარზე ნახეთ, ეს ხომ შარშანდელი ღეროა. ეს წლევანდელი ნაზარდია, აი ეს თუ მოხდა მიწაში, აქ ძალიან ადვილად ფესვიანდება. და მივხვდი რომ ესე იგი 100 აფესვიანებენ და ვსინჯე რამდენიმე პატარა, აი აქაც შეხე, ნახე, აი ეს შარშანდელი გამერქნებული ღეროა, ეს წლევანდელი და თავზე კოკორია. თლად დიდი ყვავილებით არ დაფესვიანდება. როცა ეს ყვავილედები გაშლილია და დიდია, აღარ ფესვიანდება. ცადე და ვიცი. ასე კარგად, აი ამ ფორმაში როცა გაუშლელი კოკრები როცა კარგად ფესვიანდება. რამდენიც ჩაეტევა ჩავარჭო. თიხის ქოთანში გამოდის კარგად. აი ნახეთ. ესე კაც მომდება ასეთი რო ქონდეს. ის აწოწილი მცენარე არაა ისეთი კაი სანახავი. ასე თაიგულივით
კიდევ ჩავარჯოთ, აი აქაც ნახეთ, აი აქ გადავჭრი. აი. რომ ეს მოხდეს მიწაში. აი ასე. აი მე მგონი ლამაზია. სულ ესა კარგად მოვწავ ახლა და დავახურავ 1, 5, 6 დღე დავახურავ ზარხობს. აი ეს. მე მგონი ლამაზია, ასე შესაძლებლად კაი. ეხლა კარგად გავჟღინთავ სპეციალურად დავაკელი აბსება მიწას, რომ კარგად ჩავიდეს წყალი. კარგად უნდა გაიჟღინთოს. სადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს ყველაფერი უნდა მოვაქციოთ ზარხუქის ქვეშ. აი ეს. ამ ზარის ქვეშ ეტყობა მიკროკლიმატი კეთდება. სათბურის ეფექტი აქვს. დროდადრო ავაცლი, დილაობით, მორწვის წინ გავანიავებ 1.5 საათი და ისევ დავაფარებ. ამაში მოქცეული ჰორტენზია 10 დღე, მაქსიმუმ 12, მეტი არ დაჭირდება დაფესვიანდება. და დაგრჩებათ ერთ ქოთანში ბევრი მცენარე, ბევრი ლამაზი ფორმის მცენარე, ეს წინა წლებისა კი გაჩვენეთ როგორია, აი. აჩხლართ. და შეადარეთ ეს. აჩხლართული და ეს კომპაქტური, რომელიც ქოთანში კარგად გაძეძგილად ყვავის. მოვათავსებ ფანჯრის რაფაზე, სადაც დილის მზე უდგება 12 საათამდე და მერე არ. დილის მოყვარულია კი იცით ჰორტენზია. იმედია ეს პატარა ხერხი წაგადგება. თქვენს გამოგივართ.